მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა წამოს სანახავად, მე მგონი დღეს ყველაზე მეტად ეპასუხება თავის სათაურს, იმიტომ რომ მართლაც სანახავად ვართ ჩამოსული მალტაზე, ძალიან საინტერესო პროექტით, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებთ და ამ შემთხვევაში ღამის მალტის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი გვაქვს შერჩეული, განათებით და აი ამ ულამაზესი კათედრალით და ასევე კონტრასტულად თანამედროვე შენობებით წარმოდგენილი. ახლა ჩვენს სტუმრებზე გეტყვით 2 სიტყვას და უფრო მიხვდებით თუ რა ტიპის და რა პრინციპის საუბარი გველოდება დღევანდელ გადაცემაში. ირინაც ერთვაც უნდა წარმოვადგინოთ, იმედის მსმენელმა და მაყურებელმა კარგად იცის უკვე ირინას შესახებ, ის გახლავთ მალტაზე კულტურის ცენტრის და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი. გამარჯობა ირინა. ხოლო ეს ახალგაზრდა გახლავთ მალტაზე მცხოვრები ქართველი. სანდრო დვალიშვილი, ბოდიში ენა დამება, სანდრო დვალიშვილი, რომელიც არის 21 წლის, ის არის მომავალი ფსიქოლოგი და დღეს ისეთ საინტერესო გამოცდილებას გაგვიზიარებს მოგზაურობის კუთხით, უთხრათ დავასახელოთ ქვეყანა უკვე თუ ჯერ არა? კოლუმბია. შანსი მომეცა, რომ სანდროსთან ერთად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კოლუმბია მოვაწონოთ და მოვანდომოთ იქ მოგზაურობა, ხო ასეა? კი, ვქნათ როგორ არა. ვეცადოთ. კარგი ბატონო, მაგრამ მანამდე ირინასთან ერთად მიმოვიხილოთ ის, რომ აქ ჩატარდა ძალიან საინტერესო ფესტივალი, ეს არის სინათლის ფესტივალი ქალაქ ბირგუში, სადაც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის პრემია მუზას მე-10 საიუბილეო დაჯილდოება გაიმართა. 2 სიტყვით გითხარით და მე უკვე მალტაზე მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოგბრძანდით და ვარ ესე ძალიან ლამაზ გარემოში. მე მინდა გითხრათ რომ ეს მალტის ქართული კულტურის ცენტრი დაფუძნდა 2012 წელს მალტაზე. და მალტაზე მყავს აქ ცხოვრობს ჩემი პარტნიორი ქალბატონი მაკალაშხი და ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრ საინტერესო და საერთაშორისო მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს. ყოველ წელს და წლევანდელი იყო ეს რაც მე ვახსენე, ხო? იყო ძალიან გამორჩეული, იქიდან გამომდინარე რომ 2015 წელს ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სურვილით დაფუძნდა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი ფესტივალი ოქროს მუზა. ეს ფესტივალის დამფუძნებელია როგორც თავად მუზა, კულტურის ცენტრი მუზა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზებას უწევს როგორც ჩვენი ორგანიზაცია მალტაზე საერთაშორისო მიმართულებით. ეს პროექტი დაფუძნდა და ნუ რა თქმა უნდა ბატონ დავით გეგელაშვილის ხელშეწყობით და ჩვენ უკვე 10 წელია ვახორციელებთ ამ ფესტივალს და რა არის ფესტივალის მიზანი? მიზანი ეს გახოთ ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და შემდგომ მათი შემოქმედების წარდგენა საქართველოს ფარგლებს გარეთ. 10 წლის განმავლობაში პროექტი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდა, მრავალფეროვანი, არის როგორც ვოკალი, კლასიკური მიმართულება, ფერწერა და უკვე მე-10 საიუბილეო გადავწყვეტებთ რომ ვინაიდან მალტა არის ოფიციალური პარტნიორი მალტის ქართული კულტურის ცენტრი, ეს გაკეთდეს მალტაზე და მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებით გახორციელდა მერაბ ბერძენიშვილის კონკურსი მალტაზე. ეს გასაგებია და ვადასტურებ ამ წარმატებას, რისი მოწმეც ვიყავი, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს. წლიდან წლამდე თავად ატყობთ, რომ ქართველების დაინტერესება ტურისტული კუთხითაც მალტაზე იმატებს და მატულობს. აი როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ, სანდრო, თქვენც გთხოვთ რომ მოიფიქროთ პასუხი ამ შეკითხვაზე და ირინა დაიწყებს. რა აქვს მალტას ისეთი განსაკუთრებული, რაც თქვათ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუნდაც მსგავს ქვეყნებში, თუნდაც იტალიაში არ მოიძებნება? პირველი ემოცია, როდესაც მე მალტაზე ჩამოვედი, ეს იყო 2012 წელს, როცა დაფუძნდა ეს ქართული კულტურის ცენტრი. პირველი ემოცია ეს იყო ქარვისფერი. ხო, სულ ამბობს ირინა, ქარვისფერი მალტა. ქარვისფერი მალტა და რაღაცა ეს ემოცია სულ არის პირველ რიგში აქ რაც არის ყველაზე მეტად განსაკუთრებული და გამორჩეული, აქ არის ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ემოცია მოდის ადამიანებისგან, ალბათ ამას თქვენ თავად ხედავთ და ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ყოველთვის თავისი გარდა იმ თავისი ისტორიისა და არქიტექტურისა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იზიდავს, რა თქმა უნდა, თავის ტურის იქნება თუ თავის ადამიანებს, რომლებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ მალტას. მოდი ადგილობრივისგან გავიგოთ, მაინც მალტელ ადამიანთან ვართ ერთად და თან ქართველთან და გვაქვს ფუფუნება რომ სხვა სიღრმიდან გავიგოთ მალტა. რით არის გამორჩეული? აი ყველა ამბობს, რანაირია მალტა, იტალიას უფრო გავს, რაღაც ნაზავია, იტალია, არაბული, ხო? აი რეალურად რა არის მალტა? მე ალბათ ცოტა სხვა მხრიდან მაქვს ეს ამბავი მოყოლილი, იმიტომ რომ გავიზარდე. ალბათ ყველაზე განსხვავებული რაც არის მალტაზე არის, რომ ძალიან სხვადასხვანაირი ხალხი ჩამოდის ყველა მსოფლიოს კუთხიდან.
ანუ ძალიან დიდი კოლუმბიელები და სამხრეთ ამერიკიდან მყავს ძალიან დიდი პოპულაცია. ანუ სამხრეთ ამერიკას აინტერესებს ტურისტულად? დიახ, ძალიან აინტერესებს. ევროპის ყველა ქვეყნიდან მყავს ხალხი ჩამოდის სულ. აფრიკის ძალიან ახლოს ვართ აფრიკასთან, აფრიკიდანაც ჩამოდიან და ძალიან მულტიკულტურული. ძალიან მულტიკულტურული ქვეყანა არის, დიახ და მაგითი განსხვავდება ალბათ ყველაზე მეტად სხვა კუნძულებისგან, მაგალითად იტალიაში ან ესპანეთისგან. მართალია. და ასევე რაც თვალშისაცემია ძალიან გამორჩეულად ახალგაზრდული ცხოვრება. ეს არ ვიცი საუნივერსიტეტო ცხოვრების დამსახურებაა თუ რა ხდება, მაგრამ თანამედროვე ნაწილში არ ჩერდება, ვთქვათ, ღამის ცხოვრება, ღამის კლუბები და ასე შემდეგ. ახალგაზრდები კარგად ერთობით მე მგონი. კი, ძალიან კარგად ერთობით, მალტაც მაგითი არის ნაცნობი იტალიისთვის და ესპანეთისთვის. ძალიან ჩაყვალ ჩამოდის გასართობად. სწავლა, გართობა, ყველაფერი დაორგანიზებულია ერთად მალტაზე. კი, ყველაფერი ერთად არის, ყველაფერი ერთად ყველაფერი გვაქვს. რა ხდება პარასკევს საღამოს მალტაზე? და ახლა თუ ესე რომ ნუ ერთი უბანი გვაქვს, ესე რომ ვითქვას, სადაც თითქმის ყველაფერი არის ერთ ღამეს, პაჩვილი ქვია. და ძალიან ნაცნობი უბანი არის. ყველა თითქმის ყველა იტალიელმა რო კითხო ალბათ ეცოდინება პაჩვილი. ის ეს უბანი ხო? კი, იციან. და ყველა კლუბები მანდ არის მოკლედ და რაღაცა ახალგაზრდული გართობა ყველგან მაგ უბანში არის ხოლმე. რა თქმა უნდა, ვალეტაც ახლა ბოლო რამდენიმე წელს ვალეტაც ამოვიდა ესეთი მეორე უბანისნაირი, რომელიც სადაც ერთობიან და სადაც რეიტინგში აიწია ვალეტა. აიწია ვალეტა. და ვალეტა მაინც უფრო ისტორიული ნაწილით ცენტრია დედაქალაქი ისედაც ის. საინტერესოა, იმიტომ რომ UNESCO World Heritage Site არის ვალეტა, მთიანი უბანი. ანუ UNESCO-ს მიერ არის დაცული, ხო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა. და ცოტა სხვანაირი გართობა არის მანდაც. ძალიან საინტერესო. ირინა, ამდენ წლიანი საქმიანობის შედეგებით, ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ, მალტა როგორ იცნობს საქართველოს და ქართულ კულტურას? მინდა გითხრათ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამოვედით აქ და დაფუძნდა ეს მალტის ქართული კულტურის ცენტრი, როგორც გახსოვთ, როგორც გითხარით, მაკალაშხი ცხოვრობს მალტაზე. მაშინ არ იყო ესეთი დიდი რაოდენობით ქართველები, მაგრამ რაღაცა უფრო მეტად მრავლად მომრავლდნენ და მე ძალიან მახარებს იქიდან გამომდინარე, რომ კი ისინი არიან სამშობლოს მოწყვეტილები, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც უყურებ, საკმაოდ რეალიზებულები არიან მალტაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავიდან დავიწყეთ ესეთი ქართული ღვინის გაცნობით, ქართული კულტურის გაცნობით და მინდა გითხრათ, რომ 10 წლის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ უკვე 100-ზე მეტი საერთაშორისო პროექტის გახორციელება. 100-ზე მეტი? არ მომესმა? 100-ზე მეტი საერთაშორისო პროექტის გახორციელება სხვადასხვა მიმართულებიდან, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს იქნებოდა თეატრალური ფესტივალი, ფოლკლორული ფესტივალი, კლასიკური მუსიკის ფესტივალი და ჩვენ ყოველთვის გვახარებს ის ფაქტი, რომ მართლა ხელს უწყობთ ადამიანებს რომ ნახონ მსოფლიო კულტურის დედაქალაქი. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ შევძელით ძალიან დიდი პროექტი, ურთულესი. ეს გახდა 250 ქართველი ხელოვანი. აბსოლუტურად უსასყიდლოდ მალტის სრული მხარდაჭერით იყო. მე ვიცი, რომ სხვადასხვა იმპერიებს ჰქონდათ მალტა დაპყრობილი და ეს იყო ქართული იმპერიის მიერ დაპყრობა თუ რა ხდება? 12 თეატრი იყო. თბილისის მერიის ბიგბენდი იყო სრულად წარმოდგენილი, იყვნენ ხელოვანები, იყო კინოაკადემია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ მალტამ გამოხატა ძალიან დიდი და კარგი დამოკიდებულება პატივისცემა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმ დობის და რა თქმა უნდა, ჩემი პარტნიორის, რომელიც მალტაზე ცხოვრობს და ფაქტობრივად აი საოცარ შეუძლებელ საქმეებს აკეთებს. ხო, ანუ ორივე ინაწილებს საქმეს საქართველოსა და მალტაზე, როგორც ხვდები. ეს იყო ძალიან დიდი ნდობის შედეგი, რომ მალტამ თავიდან ბოლომდე დააფინანსა და ეს არ არის მხოლოდ თქვათ ეს 250 ადამიანი, იმიტომ რომ ეს იყო მართლა საკმაოდ ფართო მასშტაბიანი პროექტი. ჩვენ ასევე ვაკეთებთ საგანმანათლებლო მიმართულება. ძალიან ბევრ უნივერსიტეტს შეუწყოთ ხელი, რომ რაღაცა კუთხით შემდგომი ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავონ. ეს იყო სამედიცინო უნივერსიტეტი, ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პროექტი ქონდა მაგალითად თანამედროვე სწავლების მეთოდების გაცნობა. აი ამ მიმართულებითაც ქონდა გაკეთებული. და ასევე მინდა გითხრათ, რომ იმდენად დიდი ნდობაა, რომ
შევძელით, თქვათ, ჟურნალისტებიც იყვნენ მალტაზე, ესეც რა თქმა უნდა მალტის მხარის მხარდაჭერით გახორციელდა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე რასაც უყურებ უკვე 10 წლის განმავლობაში და მართლა განსაკუთრებულად მიყვარს მალტა. მალტაში არის თვალსაცემი ისეთი ავთენტურობა, რაღაც ძალიან იცავენ ავთენტურობას, ძალიან იცდა სხვა შეიძლება ძალიან უფრთხილდებიან ურთიერთობებს და ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, პატრიოტები არიან და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვეტეს რომ რატომ არა იყვნენ ქართველი ჟურნალისტები საკუთარი თვალით ნახონ და გააშუქონ მერე უკვე შემდგომ გააშუქო და მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე არის ძალიან დიდი ნდობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართველი ემიგრანტები ძალიან ისეთი დიდ სიყვარულს, დიდ სითბოს გამოხატავენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს სწორედ ჩვენი მხარდაჭერით დაფუძნდა ქართული სამრევლო მალტაზე. ეს კიდევ ცალკე მნიშვნელოვანი. დავაფუძნეთ ქართული ბიბლიოთეკა, და ბევრი ისეთი საკითხი. მოკლედ საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით ყველა მხრივ ავსებთ ამ საკითხს. რომ გავაკეთოთ ისეთი პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება. როგორც პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართველებისთვის და რა თქმა უნდა საინტერესო იქნება მალტაზე მაცხოვრებლებისთვის. ირინა არ გვიწყენს მე მგონი სანდრო კოლუმბიელ ხალხსაც რო ვთქვათ ორიოდე სიტყვა ჩვენს ინტერვიუში. მე 2 კვირით ვიყავი კოლუმბიაში და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა ჩემთვის და როგორც კი გავიგე რომ არსებობს ადამიანი ქართველი რომელმაც ერთი თვე გაატარა ერთის მხრივ თეთრმა შურმა შემომიტია მაგრამ მეორეს მხრივ დაგროვდა შეკითხვები. ერთი თვე კოლუმბიაში საკმარისი დროა რომ აი ამ ხალხს და ამ კულტურას ეზიარო. როგორც ევროპაში გაზრდილი ადამიანი, რა მთავარ განსხვავებას დაასახელებდი იმ კონტინენტის ცხოვრებასა და ევროპულ ცხოვრებას შორის რა განსხვავებებია და რამ გაგაოცა? მე მგონი პირველ რიგში ერთი თვე არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ კოლუმბია ძალიან დიდია, მე მგონი. ეგრე იცის შეყოლა. ხო, ძალიან შეყოლა იცის, ანუ ჯუნგლები არის კოლუმბიაში, არის უდაბნო, არის სხვადასხვა რეგიონები და მე ერთი თვეში მე მგონი ვერაფერს ვერ მოვასწრებდი, მაგრამ რაღაცები მოვასწრე მაინც. ყველაზე განსხვავებული რაც იყო მე მგონი ევროპისგან არის ადამიანების ასეთ mindset-ი, outlook-ი on life-ი. ისინი ძალიან სულიერ მშვიდ და თავში დარწმუნებით და როგორ ვთქვათ, ანუ ძალიან თვით განვითარებაზე ორიენტირებული ხალხია. ცოტა ქართველებსაც გავან, ოჯახის მიმართულებით, ანუ ოჯახური ცხოვრებით გავან ქართველებს კი საჭმელითაც გავან ცოტა ქართველებს. თუ ანან საჭმელით? მე არ მიფიქრი ამაზე, აბა რა საჭმელს დაასახელებ? ჭადი მაგალითად, ჭადი ქარი არეპა აქვთ. არეპა. სიმინდის ფქვილი. კი, სიმინდის ფქვილი გაკეთებული არის პური. კი, უბრალოდ თხელია უბრალოდ. თხელი, მაგრამ ხანდახან ანუ სულგუნის ნარიყველიც აქვთ. კესო კამპენსინო ქვია. ფერმული ყველს ეძახიან და ძალიან ერთნაირი გემოები გვაქვს ძალიან ბევრი, ტოლმასნაირი რაღაცა საჭმელები. ოლმა? ეს არ გამესინჯებს. ამალს ეძახიან, ცოტა სხვანაირი არის, მაგრამ ერთ და იგივე ფუნქციას უწევს. და მოკლედ ძალიან დავამსგავსე ქართველებსაც მე მგონი უფრო მეტად ვიდრე ევროპელებს ვამსგავსე. ვახ, ეს საინტერესო აღმოჩენა ხო, არეპა გამომრჩა, ტოლმა არ ვიცოდი და ეს სითბო აქვთ. აი სხვათა შორის ერთმანეთთან ურთიერთობაზე რო ვთქვით, ეს ოჯახური ერთიანობა ძალიან იგრძნობა, ხო, კოლუმბიელ ხალხში? კი, ძალიან იგრძნობა, ძალიან მგონი ყველა კოლუმბიელს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ოჯახთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის კოლუმბიელებისთვის ოჯახი. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, თვითმფრინავში ერთი ქალაქიდან მეორეში უნდა გადავფრენილიყავი კოლუმბიაში და ვხედავ რომ გვერდით მისის ახალგაზრდა ბიჭი. მაგრამ არც თქვათ პატარა, დაახლოებით სანდრო წარმოვიდგინეთ, რომელიც იმდენ ხანს უხსნიდა ოჯახს, სიყვარულს და ეუბნებოდა რომ დედა შენც მიყვარხარ, მამა შენც მიყვარხარ, ყველანი მიყვარხართ, მალე ჩავფრინდები. უხერხულად ვიგრძენი თავი და მივხვდი რომ მე ესე დედა ჩემისთვის არასდროს მithქვამს. და რაც თავარია, როგორ თუ გამოიცნობ ირინა როგორ მიმართავენ დედას? რასა განსაკუთრებული ფორმით. სინიორა, ანუ სინიორათი ესა და თქვენობით, ხო, პატივისცემით. აი ეს თუ დააფიქსირე. კი, დააფიქსირე და მართლა ეგრე იყო. მე მეგობრებთან ჩავფრინდი კოლუმბიელ მეგობრებთან, რომელიც მალტაზე გავიცანი, როგორც გითხარით, მალტაზე ძალიან ბევრი კოლუმბიელები ჩამოდიან ხოლმე. და იქაც ან ცოტა ოჯახური ცხოვრება ნახევში და კუთხით და მართლა ეგრე იყო, ანუ მართლა ძალიან პატივისცემით
ეხსნობიან ყველას და ანუ მარტო სიტყვებში არ არის ეს საქმეშიც ესე ჩანს ხო? საქმეშიც ეგრე ჩანს და რავი ანუ ევროპაში მე მგონი ბავშვები როცა რავი 20-ის რო ხდებიან 30-ის ცოტა ეყრებიან მშობლებს და ოჯახს მაგრამ ეგ კოლუმბიაში სხვანაირი არის. კოლუმბიაში კი სხვანაირია, ეს ერთიანობა სხვანაირად იგრძნობა. და ასევე რამხელა ქვეყანა. ანუ, როდესაც იქ ხარ, ვერ ხვდები რა მასშტაბში ამოყავით ახლა. ხო, ძალიან ვერ ხვდები. ბოგოტა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ არის 3800 მეტრის ელევაციაზე, მე მგონი. სიმაღლეზე 3800 მეტრი კი. და ბოგოტადან რომ გადიხარ, ალბათ ერთი 4 საათი დახმარts ჩადიხარ და ვერც შეამჩნევდი რომ არ გწოდნოდა, იმიტომ რომ იმ ხელა არის კოლუმბია, რომ მართლა რო იხედები, არაფერი ანუ არ არის. და ერთი შეკითხვა უნდა დავსვა კრიმინალთან დაკავშირებით და მე აქაურ უსაფრთხოებაზე ირინასთან უნდა გადავიდე. სამწუხაროდ კოლუმბიას ესეთი ცოტა არასწორი ავტორიტეტი აქვს და ეს დამოკიდებული არის მათი ისტორიული მოვლენებით, კრიმინალთან, იქ ნარკოტიკებთან, პაბლო ესკობარის სახელთან და აი ახლა თუ შეამჩნიეთ და თუ დააკვირდით სანდრო, როგორც ცდილობენ რეპუტაციის გამოსწორებას, ძალიან ბევრი პოლიცია არის ქუჩაში, თითქმის ყველა კუთხეში ხედავ რომ იქ სამართალდამცველი არის და ცდილობს რომ რაღაცნაირად ყურადღება მოგაქცევს, ანუ ცდილობენ რომ ეს კრიმინალის იარლიყი მაქსიმალურად მოიშორონ. მე ეს ვიგრძენი ქალაქ მედეინშიც კი, რომელიც ყველაზე მეტად დაკავშირებულია სწორედ პაბლო ესკობარის სახელთან. კი, მეც ძალიან ვიგრძენი და მე მგონი კოლუმბიელებს ყველას ძალიან კი ვათ გული რომ დანარჩენ მსოფლიოს ესეთი outlook-ი აქვს კოლუმბიაზე, რომ რაღაცა კრიმინალური ქვეყანა არის და რა თქმა უნდა ეს ისტორიიდან გამოვლენილად, მაგრამ მეც რო ვიყავი ძალიან აფშარი იყო საფრთხე, ანუ dangerous-ი. საფრთხე არის. ვერ ვიგრძენი, ანუ რა თქმა უნდა თუ რაღაცა მაინც ისენი უნდა კონდეს დაცვის რა, ანუ გარეთ არ გახვიდე და ღამე. ღამე მეც მარტო არ მივლია გარეთ. ანუ რაღაცა ისეთ ცუდუბანში, მაგრამ ძალიან კარგად იყო ყველაფერი. ნამდვილად ასეა. ირინა, აი უსაფრთხოების ხაზი აქ მალტაზე როგორ გავაგრძელოთ? განათლების კუთხით ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის აქ, ვისაც უნდა საუნივერსიტეტო საქმეს ჩაებას. ევროპის რა დიდ ქალაქებში არის ეს შიში, რომ აი მარტო როგორ დაიმკვიდრებს ადამიან თავს და მალტა რაღაც გამორჩეულად უსაფრთხო გარემოდ აღიქმება რა. არა, უსაფრთხოა და მიუხედავად იმისა, რომ როგორც სანდრო აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის არის ძალიან კარგი გართობა და ასე შემდეგ, მაინც რაღაცა სიმშვიდე მაინც არის შენარჩუნებული და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ეს ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია გადაადგილდე ღამის 3 საათზე, 4 საათზე, აბსოლუტურად მარტივად და განათლებასთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ მალტაზე არის რა თქმა უნდა ცნობილი უნივერსიტეტი, მალტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისურენოვანი სკოლები, რომლებიც არის აბსოლუტურად ზოგადი განათლების მიმართულებით და ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის და ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ ახალგაზრდები ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ენის კურსები, თან ამ გარემოში ყოფნა და რაც ყველაზე მართლა ისეთ საკმაოდ უსაფრთხოა, მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ 10 წლის განმავლობაში 2-ჯერ 3-ჯერ ვნახე ალბათ ქუჩაში პოლიცია. ანუ არ არის საჭირო. არ არის საჭირო, ფაქტობრივად არც მინახავს. და ჩვენ როდესაც სინათლის ფესტივალი გადავიღეთ გუშინ, იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან ხალხმრავალი ღონისძიებაა. გირჩევთ ჩამოხვიდეთ, როცა შეძლებთ ყოველ წლის ოქტომბერს და მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქართველს დარჩა ჩანთა. და აი დღეს ზუსტად მიყვებოდა ესეთ რამეს, რომ ძალიან დიდი დაგვიანების და რამდენიმე საათის მერე მიაკითხა და ის ჩანთა ზუსტად ისე ვიდო იქ, სადაც დარჩა. ეს არის დასტურებია და სწორედ გუშინაც თქვენ თვითონ ნახეთ, რომ ეს ბირგუს ფესტივალი, რომელიც ულამაზესია და 60,000 სანთელი იყო ანთებული. აბსოლუტურად, აი მინდოდა რომ ეს ყველა ემოცია გამომეხატა, რომ ჩემი თვალით ვხედავდი ყველა ოჯახი, როგორ ეხმარებოდა ერთმანეთს. ქალაქის მერის მოადგილე, ყველა ჩართული იყო იმისთვის, რომ მთელი ქალაქი მოერთოთ, რაღაცა ერთი ემოცია ყოფილიყო, ყველა სახლში იყო ფუსფუსი, ყველა სარკმელზე იყო სანთელი. და აბსოლუტურად იყო იმდენად უსაფრთხო მიუხედავად ამდენი ხალხისა, რომ ფაქტობრივად არანაირი შიშის გზნობა არ აქვს, როდესაც დადიხარ მალტაზე და ბუნებრივია მოგზაურობ. შიშის გზნობა და ჩემნაირი მცივანებისთვის უნდა ვთქვათ, რომ ახლა ოქტომბრის შუა რიცხვებია, აი ეს ღამეა როგორც ხედავთ და საკმაოდ ხლად გვაცვია. სანდრო, ვისაც უყვარს დასვენება, ცურვა, სანაპიროზე ყოფნა, ვუთხრათ მალტაზე რამდენად დიდია დასასვენებელი სეზონი ამინდის კუთხით. რამდენ ხანს შეგიძლიათ, რომ აქ
ესე ისიამოვნოთ მზით? ძალიან ფაქტია, რომ მთელი წელი არის, ანუ ალბათ 9 თვე 12-დან სულ ზღვაზე არიან ყველა გასული. ზოგი მაგ 3 თვესაც ზღვაზე არიან გასული. ქართველებსაც კარგი ტემპერატურა დახდება, რომ ჩამოვიდნენ მაგ თვეებში. თუმცა აი თქვა გაზაფხულზე მარტში, აპრილში შეიძლება რომ დაიწყოს. ძალიან ადვილად შეიძლება სექტემბერშიდაც ძალიან კარგი ტემპერატურაა წყალში და თან ძალიან არცხელა, რომელიც არ მეგონი perfect temperature. შემაწუხებელი არის. ხო, არ არის. კომბინაცია ამინდის ასე ვთქვათ. და ასევე შემოდგომის ხავერდოვან სეზონს რასაც ეძახიან, ესეც კარგად ჯდება მეგონი. კი, ძალიან კარგად ჯდება, მეგონია ყველაზე კარგი დრო არის ჩამოსასვლად, იმიტომ რომ ძალიან არცხელა, როგორც თქვი და კარგი კიდე ძალიან ბევრი ხალხი არის დარჩენილი ზაფხულიდან, რომელიც ჯერ არ წასულა და მერე კიდე ცოტა ლოკალური პოპულაციის ხალხიც გამოდის გარეთ და ჩამოდიან დასასვენებლიდან და კარგი დრო არის. სანამ დავებშვიდობებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, გაგვიმხილე შემდეგ რამე ეგზოტიკურ მარშრუტს ხომ არ გეგმავ, რაზე ვინერვიულო? არ ვიცი, სამხრეთ ამერიკა ძალიან მომეწონა და აუცილებლად დავბრუნდები. მაგრამ ჯერ მეგონი აზიისკენ მინდა ცოტა ხანი გავისეირნო. იქითკენ დავათვალიერო. აზიის კუნძულები? შეიძლება აზიის კუნძულები, ტაილანდზე ვფიქრობდი, ან ბალიზე დაახლოებით რაღაცა, მან ჯერ არ გამირკვევი არაფერი დეტალურად, მაგრამ ყველაფერი წინ არის. კი, ნამდვილად ესეა. ადამიანს როცა მოგზაურობა უყვარს, დამეთანხმებით ალბათ ორივე, ხო? ყველა გზა შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს იქნება. არა მხოლოდ ყველა გზა, ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც აკეთო, რომ მოგზაურობას და საქმეც იყოს აბსოლუტურად თანხმდრელი და იყოს ასიამოვნო. რამდენჯერ უნდა ჩამოხვიდე ირინა მალტაზე, რომ დაგეზარო აქ ჩამოსვლა? მე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ მისარება მალტაზე ჩამოსვლა. აგერ უკვე 20 რამდენი წელია, 23. თორმე უკვე ამდენი ხანია მალტაზე, აი წელიწადში ხან 5 ჯერ მიწევს ჩამოსვლა, ხან 4 ჯერ და აი რაღაცა ყოველთვის ვცდილობ, რომ აი პროექტისთან დასვენებას რომ იყოს ასიამოვნო და აქ როდესაც ხარ ძალიან ბედნიერი, ლაღი და სხვათა შორის მალტაზე რაც აი ყველა აღნიშნავს ამას, რაღაცა ისეთი მიზიდულობის ზალა აქვს, რომ ყველას უკან უნდა დაბრუნებოდეს, სადაც მალტაზე ხარ, აბსოლუტურად არ გახსოვს არც დღე, არც საათი, ხარ ლაღი, ბედნიერი, აბსოლუტურად თავისუფალი და ყველანაირი შესაძლებლობა საქმის მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს დამსახურება ჩემი პარტნიორის მაკალაშის, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობს ზუსტად იმ კომფორტის შექმნას, არა მარტო მე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტებშია ჩართული და აი ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ აკეთო რაღაცა ძალიან კარგად, ძალიან დიდი ემოციით, რა თქმა უნდა, ეს საქმე და აი ყველა ვინც კი მე ხა ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ მალტას უკვე ყველა ამბობს ყველასთვის ემოცია არის როგორც ქარვისფერი მალტა ეს ნამდვილად დაამკვიდრა ირინა ეს შეფასება ეს ნამდვილად ჩვენს მიერ არის თავიდან საცდელი. მე მგონი საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და თან უცნაური შემთხვევა იყო ქართველი საუბრობდა მალტაზე და მალტელი საუბრობდა კოლუმბიაზე და ჩვენ ყველანი ერთად საუბრობდით მოგზაურობაზე, რაც ადამიანებს ნამდვილად აბედნიერებს. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ირინა ცერცაძეს, სანდრო დვალიშვილს და დღევანდელი გაცემა ამით დასრულებულია. ერთ კვირაში ვნახოთ საით მოგვიწევს მოგზაურობა, ამ შემთხვევაში რადიო ეთერისა და ჩვენი Facebook-ის გვერდის მეშვეობით, რომელი სტუმარი და რომელი მარშრუტი იქნება შერჩეული შემდეგი გადაცემისთვის. ამას დავალოდოთ ერთ კვირაში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.